Georgian Water and Power-მა ევდოშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი კომპანიის 2025 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ინვესტიცია 1.600.000 ლარზე მეტს შეადგენს. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 1.7 კილომეტრამდე სიგრძის წყალმომარაგების და წყალარინების ქსელები. დამონტაჟდება 37 ერთეული ჩამკეტ მარეგულირებელი ურდული. მოეწყობა 76 საკვანძო ჭა და 3 სახანძრო ჰიდრანტი. გარდა მილსადენების რეაბილიტაციისა პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება სრულად განახლება როგორც ჩამკეტ მარეგულირებელი ურდულების, ასევე სათვალთვალო ჭების. გარდა ამისა მოეწყობა დამატებით 3 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი. პროექტის ჯამური ღირებულება 1.6 მილიონ ლარს შეადგენს და მისი დასრულება მომდენო 2 თვის განმავლობაშია დაგეგმილი. პროექტის დასრულების შედეგად როგორც ევდოშვილის, ასევე მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყალმომარაგება. მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება GVP-სთან ერთად ევდოშვილის ქუჩაზე, დიდუბის რაიონში, კილომეტრ 700 მეტრის წყალანირების და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია ხორციელდება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდგომ დიდუბის რაიონის გამგეობა მოასფალტებით სამუშაოებს განახორციელებს. ევდოშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, რომელიც ძალიან აქტუალური იყო ამ ქუჩის მოსახლეობისათვის. მთლიანად იცვლება წყალარინების სისტემა.